67 კილოგრამი, 67-ში გივი თოდუა იყო შავშან ჩემპიონი. დემურ ქაჯაია დაამარცხა და გივი ეხლაც არის ნახევარფინალში, ოღონდ 71 კილოში. და ეს ხანს მადიევს შეხვდება აი შემდეგ მალე მოკლედ შემდეგ წონით კატეგორიაში. მისი მეტოქე ზურაბ ნიგურიანი გაგნიძებულში 5-0 მოულო ნიკა სუხაშვილს და ლეთოდიანი ნიგურიანმა მძიმე ბრძოლაში თანაბარ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა გიორგი ლეთოდიანი. გაგნიძე თოვებით აი როგორც გითხარით 67-ში დაბრუნდება ის 63 ნახევარში. Чем-то სენჩი ფუხშივად ნიგურიანი არის ხოლმე. ფუხშივად კი არ თითქმის ყოველთვის. მოატრეხ მარჯვენა გაგნიძემ. გვერდითი. ხანსამზადე შედევას ნიგურიანი უთხრის მშვენი რეაქცია გაგნიძეს. მსოლში გაგნიძე დასასრული ზუსტი იყო გაგნიძე მას ჰქონდა უკვე დიდების სოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი 2023 წელს სადაც ერთი ბრძოლა მოიგო გაიყო საჭთახმები ერთმა საჭმა მიემისცა მოგება პირველ რაუნდში ნიგურიანს 4-მა გაგნიძეს
გამოვიდა კარგად ამები ზოგიდან მაგებთან იყო გაგნიძე, მაგრამ ჩაბუქნა და თანაგარგების გარეშე გამოვიდა შემდეგ ის სურათია შეტევას შემდეგ პოზიციაში არის უფრო ნიგურიანი მაგრამ ფრთხილობს ახლა პასუხი იყო პირიქით მაგებებიდან დაიწყო გაგნიძემ შეტევა დავიდა ისევ კუთხეში აი თითქოს ხელსაყრელი მომენტი ხო იქონდა ხა დასატყმელად ნიგურიანს მაგრამ ვერ მოახერხა დაუახლოვდა მას გაგნიძე მოაწყალ ხა მარჯვენა ლაშამ გვერდული აქ სიფრთხილე ესეთ კომპონენტი ხოლ ფინალია გაგნიძე რა თქმა უნდა აპირებს ფინალში გასვლას და ნებისმიერ შემთხვევაში რთული მეტოხი ეყოლება დემურიან ქაჯაია ამიტომ აქ ტრავმასაც უნდა მოევიდოს და ენერგიაც უნდა დაზოგოს სამ დღეში სამი ბრძოლა არ არის სახუმარო საქმე ამიტომ ესეთ მინიმალისტურ რეჟიმში მუშაობს ახაც დაიცვა თავი თითქოს აი კუთხეში იყო მიმსხვრეული მაგრამ გამოაღწია იქიდან ზურგს და გაუკავა მეტოქეს ხელები ახაც იგივე იგივე სურათია მეორე რაუნდშიც და შეფასებას დაახლოებით იგივე იქნება. ეხლა ჩვენები სერია ქონდა მარცხე და მარჯვენა გაგნიძეს, ვისაც ხაზი გაუსვა თავისუფლად ატისოს. ეხლა უკვე 5 საჯმა მისცა გაგნიძეს 28-4-დან და 1 აზერბაიჯანულ საჯთან 19-19. ესევე მურჩა თავის დიდი შანსია ბათუმელებს ექნებათ მეოთხე ბრინჯაო და ჭიათურას ეყოლება პირველი ფინალისტი საღამოს სესია მხედველობაში აი მომენტისთვის თბილისს ხავს ქალების შაქრით 9 ფინალისტი 3 რუსთავს 2 ახალქალაქს 2 ზესტაფონს ისე ჩვეული სურათი ცენტრში ნიგურიანი ბაგივებს ან გაგნიძე და სისხლი წავი გაუსწრდა ზურაბ ნიგურიანს
თორსები უარი თქვა ექიმმა, თუ დარტყმა ლეგალური დარტყმით გაუხეთქა, როგორც ჩანს გაგნიძემ, ამიტომ გაგნიძე გამოცხადდება გამარჯვებულად. აქ რაღაც ვარიანტები არის ხოლმე, როდესაც ერთ-ერთი ტრავმა მიიღებს სპორტსმენი, მიზეზი არის მნიშვნელოვანი, რა მიზეზით მიიღო ტრავმა. როგორც ჩანს, შემთხვევით შეჯახება იყო, ამიტომ ქულებს დაითვლიან. აი ამ მომენტისთვის და ამ მომენტისთვის 5-0 იგებდა გაგნიძე. ლაშა გაგნიძე გადის ფინალში. და ეხლა დღის ალბათ ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა, ბოლო წლების ორი გამორჩეული ახალგაზრდა მოკვრივე, ლევან დემუროვი და ევროპის 4-ხაზის ჩემპიონი მესამე რაუნდის დაითვალეს, ახაც გაგნიძე მოიგო, არა 5-0 გამოცხადდა შედეგი. ხელოვნების მისაღო ბრძოლა ბოლომდე არ მისულა. როდესაც შემთხვევით შეჯახების შემდეგ გაიხეთქავს თქვა წამს ერთ-ერთი სპორტსმენი, მაშინ ჩვეულებრივად ჯამდება იმ მომენტისთვის არსებული ქულები. 5-0 ლაშა გაგნიძე. ხაჯაი არის ევროპის 4-ხაზის ჩემპიონი და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მედლები არ აკლდა არც დემუროვს, ესეთი საწინააღმდეგო სტილის მოკვრივეები არიან, დემუროვი ისეთი კლასიკური შემტევია. ნუ ხაჯაია შეიძლება ვთქვა, რომ უნივერსალია, ძირითადად კონჩეტებას ამჯობინებს, მაგრამ პირველ ნომრად ბრძოლა ჩვენივად შეუძლია. ასაკს რაც შეეხება, ერთი წლით უფროსი გახლავთ ხაჯაია, ის გაისაცრულდება 20-ის და დემუროვი შესრულდება 19-ის. ხაჯაიას მეორე სეზონი აქვს უფროსებში, დემუროვს პირველი. გურელი გახლავთ დემუროვი და ხობელი ხაჯაიას საწყის